საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. საგამშვიდობისა თქვენს ტელეკუთებში ყოველდღიური გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე გადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გახლავართ. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და რამდენიმე სამინისტრომ ახალ საიტთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადეს. სტატიას ამ სახელწოდებით საინფორმაციო სააგენტო IPN-ი ავრცელებს. შეგახსენებთ, ამ შემთხვევაში თანამშრომლობა გულისხმობს ზემოთხსენებული საიტისთვის სახელმწიფო დანახარჯების შესახებ საჯარო ინფორმაციის მიწოდების საკითხს. როგორც სტატიიდან ვიგებთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საიტს არანაირი ინფორმაცია არ მიაწოდა. მე რა ეხა რომ არ მიაწოდა ეგ ინფორმაცია. დიდი ამბავი რა. განაისედაც არ ვიცით რომ ჩემი მთავრობა პატიოსანია და არანაირ ზედმეტ დანახარჯს არ გაიღებდა. აგერ დანარჩენ უწყებებზე ჯერ არ ვიცი რა ხდება, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და განათლების სამინისტრომ რატომაც დააგვიანეს დანახარჯების ნუსხის წარდგენა, მაგას კი ვხვდები. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარწმუნებული ვარ, მზად არის ხარჯების გამოსაქვეყნებლად. უბრალოდ ელოდება რომ ცოტა მოსაღამოვდეს და სადღაც 11 საათიდან, როდესაც ჩვენს ტელევიზიებში ეროტიკული ფილმების ჩვენება დაიწყება, სწორედ მაშინ გამოაქვეყნებს დანახარჯების ნუსხის იმ ნაწილს, სადაც აღწერილი იქნება ჩემი პრეზიდენტის დანახარჯები ლისაბონის სამიტზე. ოღონდ მე რა თქმა უნდა ვითხოვ რომ 18 წლამდე ასაკის პირებმა მაინც თავი შეიკავონ ამ ინფორმაციის გაცნობისგან. ესა რაც შეეხება განათლების სამინისტროს, მინისტრს შემოუთვლია 1-2 დღე მაცალეთ ვითვლი ჩემს დანახარჯებსო. სულ რაღაც 1-2 მილიონი მაკლდება, ეთყობა სადღაც დირექტორების ყელში დამრჩავ. იმასაც უცებ ამოვიღებ და მერე მოგართვებთ დეტალურ ანგარიშს. ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩემს გაბრაზებას საზღვარი არ აქვს. აღარ მინდა არც ეს გადაცემა და რაღაც ამ ქვეყანაში ცხოვრება. დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდი რომ ამ ქვეყანას, რომელიც ვითომ და ყველას ძალიან გვიყვარს, მხოლოდ მხოლოდ ერთი კაცი მართავს. წარმოგიდგენიათ 3 მილიონ ადამიანს ერთი კაცი რომ მართავდეს. 4 მაინც მართავდეს, ერთი რა უბედურებაა რაღაც. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ საგადასახადო სამსახურში გატარებული რეფორმების შედეგად ბევრი შეცდომა დაუშვეს. თუმცა გიორგი ცხაკაია ბიზნეს სექტორთან ურთიერთობების გამოსწორების პირობას დებს. პრეზიდენტის ღია კრიტიკის შემდეგ შემოსავლების სამსახური გეგმავს, რომ სამართლიან სტრუქტურად გადაიქცეს. ის იმიჯი, რომელიც ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რეფორმის მიუხედავად, ბევრი შეცდომა დაიშვება ხოლმე რეფორმების კეთების დროს. ალბათ უფრო მეტი რამ უნდა გაგვეკეთებინა. ესე იგი პრეზიდენტმა თქვა რომ შემოსავლების სამსახური უკეთესი უნდა იყოსო და სიტყვა არ ქონდა დამთავრებული რომ გამოხდა ამ სამსახურის უპროცი და ბოდიში მოიხადა იმის გამო რომ დღემდე მაგარი მეხվობა იყო მათი სამსახური და რომ ახლა შეეცდებიან რომ სამართლიანი გახადონ ის. შეკაიდეთ მამიშვილო შენა მაგ შენმა მაღალმა თუ პრეზიდენტმა თუ მიშიკომ რომ არ გითხრას, ნუ ხარ ჩასაფრებული, გაიშნიკივი და წესიერად უნდა იმუშაო, შენ ვერ უნდა მიხვდე მაგას? რისთვის ხარ თანამდებობაზე გამაგებინე? ყველას, ვისაც ჩინოვნიკი გქვიათ, გამაგებინეთ რა გინდათ საერთოდ. არაფერს არ აკეთებთ და ფუქს ავატობთ. საკმარისია რამე თქვას იმ თქვენმა მაღალმა, რომ უცებ იტყვი დიახ, ასეა. აქამდე სუდები ვიყავით, ახლა კარგები ხდებითო. არა, იმასაც კი ვერ ფიქრობთ, რომ ასეთი თქვენი საქციელი თქვენს საყვარელ პრეზიდენტს ჩირს გსწრებთ. რადგან თუ გეუბნება რომ ნუ ხარ მეწარმეებისთვის ჯალათი და ახლა ეცადე რომ კარგი იყო, რა გამოდის რომ მანამდე პირადად პრეზიდენტი გეუბნებოდათ რომ მიდით ბიჭებო, სული ამოხადეთ, ვისაც კი შეძლებთო? ასეა? რომ გითხრათ მიდით და ვინც გინდა დაჩაგრეთ, დედაუტირეთ, მოკალეთ, გაუპატიურეთ, ციხეში ჩასვითო, თქვენ ეგრევე უნდა აასრულოთ დავალება. და მე რომ გითხრათ, მიდით ახლა და ბოდიში მოუხადეთ, იმიტომ რომ ცოდოები არიანო, თქვენ უნდა მიხვიდეთ და უთხრათ რომ მაპატია, იმიტომ მოკალი და აქხადე ნამუსი რომ ეს რეფორმების ბრალი იყო და თან პრეზიდენტმაც ასე თქვაო. დროა მინისტრებო და ჩინოვნიკებო, რაიმე პასუხისმგებლობა იგრძნოთ და გადაწყვეტილებები თავად მიიღოთ, თორემ მე რომ მოვალ პრეზიდენტად, მე ნახეთ შალახოს და ბრეიკდანსის ცეკვა რომ მოგიწევთ. გამოდივარ ინიციატივით, რომ შეიქმნას ჩინოვნიკებისთვის თანამდებობის შემგრძნები და პასუხისგებლობის გამღვიძებელი შრომითი ინსტიტუტები. და სანამ რაიმე თანამდებობაზე მოეწყობიან, მანამდე გაიარონ ეს კურსები, თორემ სულ გაგსულდნენ ამ კაცის ხელში. ეს ჩვენი ჩინიანები.
ჩვენზე ზრუნვაში დაღლილი მთავრობა ახალი წლის მოახლოებასთან ერთად სიურპრიზების კასკადს არ გვაკლებს და ყველანაირად ცდილობს, რომ თითოეული ქართველი მაქსიმალურად ბედნიერად შეხვდეს ახალ 2011 წელს. წინა საახალწლოდ დევნილების გამოსახლების მორიგი ეტაპი დაიწყება. 500-მდე დევნილის ოჯახმა უკვე მიიღო შეტყობინება 10 დღეში საკუთარი ნებით დატოვონ ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ძალით გამოასახლებენ. ბრავო! ბრავო ჩემს მთავრობას! ბრავო! სახლკარდა მიწაწყალწართმეული მიუსაფარდა დევნილ ხალხს. ამაზე უკეთეს საახალწლო საჩუქარს ვინ გაუკეთებდა? თუ არა, ჩემი სანუკვარი მთავრობა. აბარა! ახალ წელს ყველა ოჯახში ხომ ვერ შეხვდება. ვინმე ქუჩის კონცერტზეც ხომ უნდა იყოს? ხოდა ტოლვითა და განსახლების სამინისტრომაც არც 10-ია და არც 9-ლა და საახალწლო გარე კონცერტზე მაყურებლის მიყვანა თავის თავზე აიღო, მაგრამ კონცერტების მერე რა უნაქნა სამ ხალხმა და რას უნდა შეაფაროს თავი? იმაგასაც მივხვდი მე. ჩემს ესე იგი გულმხურვალე მთავრობას რა ასურს. ესე იგი ალბათ საახალწლო ტრადიციულად რომელიმე დიდ მოედანზე გამოაცხობენ გიგანტურ ხაჭაპურს. გააკეთებენ ასევე გიგანტურ საცივს და გოზინახს და ამ ხალხს შიგნით შეასახლებენ. რა იყო რა გიკვირთ? ყოველ შემთხვევაში ქუჩაში უსაფკაროთან სადმე გადაკარგულდა მშიერ ადგილზე ცხოვრებას, ისევ ხაჭაპურში ცხოვრება სჯობს. ცოტათი კი შეგწირდება, მაგრამ მშიერიც არ მოკვდები. აი ასეთი ზრახვები ამოვიცანი ჩვენი ხელისუფლების ქმედებაში, მაგრამ მოიცადეთ, ეს ყოველივე ჩემმა მაღალმა და კაცთმოყვარე პრეზიდენტმა იცის? არა, თუ არ იცის, არც გააგებინო, თორემ სულ ყველას გაკრით მთავრობიდან. რატო? რატო და იმიტომ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმები მაგან ხალხისგან მოაგროვა და არ უთხრა, თორემ ძალიან გაბრაზდება და ინერვიულებს. შეშფოთება, შეღონება, აღშფოთება, ჟრუანტელი, სლოკინი და ახლა უკვე ღრმა მწუხარება ევროპარლამენტისგან საქართველოს. ევროპარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას ასობით ადამიანი ემსხვერპლა. 10,000 კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებათა 2009 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს უნდა განიხილონ. ანგარიშში მითითებულია, რომ რუსეთს ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი შეთანხმების მხოლოდ პირველი პუნქტი აქვს შესრულებული. იწვის და დნება ევროპარლამენტი. თვალზე ცრემლი და ძუძუში რძე გაუშრა ევროპარლამენტს იმის გამო, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაირღვა და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამის გამო. მათ ოფიციალური წერილი გამოუგზავნეს საქართველოს. ახლავე წაგიკითხავთ. ძვირფასო საქართველო. გადავწყვიტე, რომ მომეწერა წერილი. მე აღშფოთი, როდესაც რუსეთმა დაგარტყათ და შევშფოთდი, როდესაც 6 პუნქტიანი გეგმა არ შეასრულა. ახლა მომეცა საშუალება ღრმა მწუხარება გამომეხატა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის და კახეთში მგლების მომრავლების ფაქტზე. ნუ შეკრთები, რადგან მე უკვე ოფიციალურად მივწერე პუტინს წერილი, სადაც ხაზგასმით ეწერა სიტყვა ოკუპაცია და ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს ოდესღაც მაინც. და მინდა იცოდე, რომ ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის დნება, სიო სარკმლით მონაქროლი ველით ზღაპარს მეუბნებ. შენი ევროპარლამენტი. ინტერნეტ საიტი პირველი კომჯი ავრცელებს სტატიას სახელწოდებით ბაკურ კვეზერელის ყოველწლიური პრემია მის სახელფასო შემოსავალს აღემატება. კაი, ნუ გაატრაგე. აქამდე მთელ ერს ეგონა, რომ ბაკურ კვეზერელის ხელფასი ორჯერ აღემატებოდა მის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს და ახლა ვიგებთ, რომ ხელფასზე ორჯერ მეტი პრემია ჰქონია. არა, ამაში საგანგაშო არაფერი არ არის, უბრალოდ ასეთი ტენდენცია არსებობს. ჩატარებულ სამუშაოებთან შეფარდებით ხელფასი ორჯერ მაღალი უნდა იყოს, ხოლო პრემია ხელფასზე უფრო მაღალი. და იცით რატო? იმიტომ უნდა ჰქონდეთ პრემია ხელფასზე მეტი, რომ ეს ფული სათავისოდ კი არ გამოიყენო. არამედ ჩვენ გაჭირვებულ მოსახლეობას მოგვახმარონ და საახალწლოდ ბათუმში მსოფლიო დონის ვარსკვლავები ჩამოიყვანონ. და როდესაც ჩვენ ახალ წელს აღმოვაჩენთ, რომ სახლში არც საცივი გვაქვს და არც წიწიბურა, იქ რაღა გაგვაჩერებს. გამოვალთ ქუჩაში და ღიაცის ქვეშ ზამთრის სუსხში მადლობას მოუხდით ხელისუფლებას იმისთვის, რომ ბოჩელის სიმღერით მაინც შეგვიქმნა საახალწლო განწყობა. ახლა აბების ეთერში რეკლამიცინის მიღების დროა. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში.
საქართველოს მთავრობა უპრეცედენტო საახალწლო საჩუქარს უკეთებს ყველა იმ პირსა თუ ოჯახს, რომელთაც ჩვენმა მტერმა იძულებით დაატოვებინა საკუთარი სახლკარი და დევნილების სტატუსი მიანიჭა. ახალი წლის ღამიდან სახელდახელოდ მოწყობილი ბარაკების მაგივრად მათ შეეძლებათ იცხოვრონ დედაქალაქის ცენტრში საუკეთესოდ მოწყობილ, განათებულ და ლამაზად მორთულ ქუჩებში. საქართველოს მთავრობა, ქვა, რომელიც გაჭირვებულს აღმართში დაეწია. მაღალი თანამდებობის ქართველი ჩინოვნიკი ხართ და არ გსურთ რომ თქვენი შემოსავლების შესახებ მოსახლეობას ანგარიში მიაწოდოთ? მაშინ დახარჯეთ თქვენი შემოსავლები ბანკოში, ქალებში და სხვა მსგავს ამორალურ გასართობებში. შემდეგ დაელოდეთ როდის მოგთხოვთ საკუთარი შვილების ზნეობრივ აღზრდაზე მზრუნავი მოსახლეობა თქვენი ანგარიშების დამალვას და გააგრძელეთ ამ ბედნული ქვეყნის მართვა კიდევ რამდენიმე ათეული წელიწადის განმავლობაში. სახელმწიფო დანახარჯები, არ მაჩვენო შენი დანახარჯი და გეტყვი რისი მინისტრი ხარ შენ. ჩვენი ახალგაზრდა დემოკრატია წინ მიიწევს. უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი ერთ მეტად მნიშვნელოვან საკითხს განიხილავს. საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს დღეს მესამე მოსმენით პარლამენტის რიგ გარეშეცდომა, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახადები არ გაიზრდება რეფერენდუმის გარეშე. მოიცა, ვინ თქვა რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს? რეფერენდუმი ხომ სწორედ დემოკრატიის გამოვლინების ერთ-ერთი საშუალებაა. საქართველოს მთავრობა რომ გადაწყვეტს გადასახადები უნდა გაიზარდოს, ჩაატარებს რეფერენდუმს და დარწმუნებულიც არის რომ დადებით პასუხს მიიღებს. ისე ძალიან მაინტერესებს რომელი ჭკუად მყოფელი დაეთანხმება იმას რომ სახელმწიფომ გადასახადი გაზარდოს და თან ეს ისე გააკეთოს რომ ყველანი ბედნიერები ვიყოთ. თუმცა ასეთი შედეგის მისაღებად ჩვენი ხელისუფლების ხელში აგერ უკვე მერვე წელია არსებობს ძლიერი იარაღი, exit პოლებისა და წინასწარი გამოკითხვინგ კომპანიების სახით. დიახ. სწორედ გამოკითხვინგ კომპანიების იმედი ექნება ხელისუფლებას რეფერენდუმის ჩატარების წინ. ისინი გამოკითხავენ მოსახლეობას და შემდეგ თავისუფალი და გამჭვირვალე მედიის საშუალებით გვახარებენ, რომ მოსახლეობის 65% დადებითად აფასებს იმას, რომ შემოსავლების გადასახადი 20%-დან 58-მდე გაიზრდება. ამის მერე კი რეფერენდუმი სრული წარმატებით ჩატარდება და დემოკრატიულობის თვალსაზრისითაც ძალიან მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. ჩვენი ბიზნესი, ჩვენი მშობლიური ბიზნესი არასდროს არ დაიჩოქებს და არასოდეს არ წაიფორხილებს, რადგან მას ჩვენი პოლიტიკოსებისგან მყარი მხარდაჭერა აქვს. დიდ დიღომში მდებარე ავეჯის საწარმო გურსანიკი საბურთაოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი მელაძემ და დიღმის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო თევდორაძემ დაათვალიერეს და იქ დასაქმებულ ადამიანებს შეხვდნენ. საწარმოში, სადაც საოფისე და საოჯახო ავეჯი მზადდება, 20 ადამიანი მუშაობს. თქვენ სკეპტიკოსებო, ვიგინდარებო და ჩასაფრებული ოპოზიციიდან მოდაპარაკე ხალხო. რო ამბობდით, ქართულ ბიზნესს მომავალი არ აქვს. მიიღეთ თუ არა საკადრისი პასუხი? ვიშ რა სიხარული მეუფლება, როდესაც მახსენდება, რომ აგერ დიდ დიღომში, ალბათ 16 სართულიანების სარდაფში, ავეჯის საწარმო ერთი წუთით გურსანიკი. დიახ, გურსანიკი აგრძელებს ფუნქციონირებას. დიახ, სანამ გურსანიკი ტაბურეტებს ამზადებს, სანამ ჩემი თანასოფლელი ნოდარა 50 თეთრად ნალებს უჭედავს თანასოფლელებს და სანამ ბებია ჩემი თალიკო ერთგვარად ყირის ტყლაპს და წინა საახალწლოს ხოთაშორის ლარნახევრადაც, მანამდე ქართული ბიზნესი ყოველთვის ცოცხალი იქნება და გააგრძელებს წინსვლას და პროგრესირებას. აი ასე. ჟურნალმა ყველა სიახლე ჩემი პრეზიდენტის ბიოგრაფიულ ცნობებში ეჭვი შეიტანა. თამხოლოდ ამას არ დასჯერდა და მოწმეების ინტერვიუც თან დაურთო ამ ჩემთვის გულის მომაკვდინებელ ვერაკ სტატიას, რომლის შინაარსიც შემდეგნაირია. საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიული ჩანაწერის მიხედვით, მან როგორც საქართველოს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრმა უზრუნველყო ქართველებსა და აფხაზებს შორის პატიმართა გაცვლის შეთანხმებები და იგივე როლი შეასრულა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რომლებიც დატყვევებულნი იყვნენ მთიანი ყარაბაღის ომისას. ზემოთ ხსენებულთან დაკავშირებით კი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარიაშვილი შემდეგს ამბობს. იმ წლებში სააკაშვილი პარლამენტის წევრი არ ყოფილა და შესაბამისად ვერც საპარლამენტო კომიტეტის წევრი იქნებოდა. თუმცა მაშინ მეც და ისიც ნამდვილად მუშაობდით ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში, რომლის თავმჯდომარე სანდრო კავსაძე იყო. სწორედ მე, ბატონი სანდრო და გია ბარამიძე მონაწილეობდით ტყვეთა გაცვლის პროცესში. სააკაშვილი ამ საქმეს სათოფეზეც არ გაკარებია. განსაკუთრებით ფანტასტიკურია მისი მონაწილეობა სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესში. რაო? ვის უბედავთ? რა უფლებით ცხებთ ჩირკს ჩემს პრეზიდენტს? ყველა სიახლე. თქვენ რა გინდათ თქვათ რომ ჩემი პრეზიდენტი ტყუის? არამც და არამც. თქვენ
ისიც გინდა თქვათ, რომ ჩემს პრეზიდენტს შეიძლება აქამდე უთქვამს რაიმე ტყუილი და ჩვენ გვიმალავთ, ნე? რა, რომ ნოემბერში ბათუმის ზღვა თბილი არ არის, პირველ კლასელთა ნოუთბუქები რეალურად საქართველოს გამარჯვება არაა. რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკა არ განადგურებულა, ცხინვალი არ დაგვიკარგავს, ამერიკა ჩვენი გულისთვის თავს არ გაწირავს და რომ შეიძლება ზანგებიც კი ვართ. ბარებისიც მოიგონეთ და გითხარით, რომ თოლის ბაბულაც არ არსებობს. ჩაგვეცით გულში ლახვარი და ასე წამებით მოგვისწრაფეთ სიცოცხლე. შემდეგ ისევ გააიაფეთ წიწიბურა და იცხოვრეთ დიდხანს, ბედნიერად და სიმართლეში წიწიბურით მაძღრებმა. თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი თავის თანამდებობას გამოეთხოვა და გამოსათხოვარი საღამოს გამართა. ამერიკაში ელჩის თანამდებობაზე ქუთელიამ სულ 2 წელი იმუშავა. ამერიკის თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ ქართულ დიპლომატს ქვეყნის პატრიოტი უწოდა და თქვა, რომ მასთან მჭიდრო ურთიერთობას ახალ ამპლუაშიც განაგრძობს. პატრიოტია. აბა არა? შენ ადვილი ხომ არ გონია ორჯერ ობამას და სააკაშვილის შეხვედრის ორგანიზება? თანაც როგორი შეხვედრების? ერთ შეხვედრაზე ობამამ ჩვენს მაღალ ხელიც კი ჩამოართვა. აბა? და ეს არ იკმარა ქუთელიამ. მან იძულებით გაამართინა ნატოს ლისაბონის სამიტი და ბარაკ ობამაც აიძულა, რომ მეორედ შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს. პატრიოტია, აბა რა? ჩვენი სახალხო დამცველი დიდხანს აკვირდებოდა ჩვენს სიხეებში შექმნილ ვითარებას და გუშინ როგორც იქნა, საზოგადოებასაც გააცნო ამ დაკვირვების შედეგები. სახალხო დამცველმა 2010 წლის პირველ ნახევარში სასჯელ აღსრულების სისტემაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. 53 გვერდიან ანგარიში ასახულია რა ვითარებაა ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში. მონიტორინგისას სახალხო აპარატის თანამშრომლებმა მსჯავრდებულების მიმართ არასათანადო მოქცევის რამდენიმე ფაქტი და დაკავებისას ძალის გამოყენების შემთხვევები დააფიქსირეს. მოხსენებაში ტუღუში წერს, რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სასჯელ აღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. აჰა, აი კაცი, სამართლიანი. ცალკეული დარღვევები ყოფილა ჩვენს სიხეებში და ცალკეული ძალის გადამეტების ფაქტები. ოდა რადგან ცოტა იყო ასეთი ფაქტები, ადგანა ესეც პატარა კომპაქტური ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ყოფილა ნაღდი სახალხო დამცველი. აბა ის წინა რა სახალხო დამცველი იყო? რომ დადგებოდა ხოლმე და მარტო ერთი ციხის ერთ კამერაში ჩადენილ დანაშაულებებზე 5-6 სქელტანიან ტომს რო წერდა. 24 საათი სულ პასტა და ფურცელი ეჭირა. წერდა. და იცით რატომ შევოდა მაგას? რატომ და როგორც მე კულუარულად გავიგე, ის წინა სახალხო დამცველი ყოფილა მოწოდებით მწერალი. თურმე ოცნებობდა და მიზნად ქონია დასახული, რომ როგორმე ლიტერატურულ დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გამხდარიყო. ხო და დღე რომ ვერ ასწრებდა თურმე ამ თავის გამოგონილი დარღვევების შესახებ წერას, ბალზაკივით ღამე ცივაბაზანაში წვებოდა და იქ აგრძელებდა. ეს ჩვენი მორიდებული მთავრობაც ანგარიშს უწევდა ლიტერატურაზე შეყვარებულ სახალხო დამცველს და ცოტა უფრო მეტ პატიმარს ტანჯავდა და აწვალებდა. რა თქმა უნდა, მხოლოდ იმისთვის, რომ ისევ ჩვენს ყოფილ სახალხო დამცველს ლიტერატურულ, ესე იგი, გონებას უფრო მეტად ნუყიერი საზრდო ქონოდა თავისი ახალი მოთხრობებისთვის. ასე იყო ეგ ამბავი. კი. მაგრამ თქვენ ახლა ისე უიფიქრებთ, რომ იმ ძველი სახალხო დამცველის წასვლისთანავე ჩვენ სიხეებში საერთოდ გაქრა პატიმრების წამების ფენომენი. არამც და არამც. ცოტაოდენი წამება თურმე ამ ახალ სახალხო დამცველსაც აღმოუჩენია. ცოტა. რაც შეეხება წამებას, ანგარიში აღნიშნულია, რომ წამება საქართველოში აღარ წარმოადგენს სისტემურ დანაშაულს, თუმცა ცალკეული ფაქტების გამოვლინება კვლავ მოხდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ, მაგრამ უმრავლესი იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ვიშ, რაოდენ დახვეწილი და რაფინირებული გამოსვლა. არც საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დამცველები მოიმდურა და არც აგერ ჩემი მთავრობა. არის წამება, მაგრამ ცოტაო. პირდაპირ 90-იანი წლები და ედუარდ შევარდნაძის ბალანსირების პოლიტიკა გამახსენდა. მართალიც არის. თანამედროვე სახალხო დამცველი და სასჯელ აღსრულების მინისტრი არც პატიმარს უნდა წვალდეს და არც შამფურს, რადგან მისი ბედნიერებისთვის ორივე სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ახლა აბების ეთერში გონება მახვილი და იუმორით აღსავსე პერსონების დრო დადგა. იცინიან პოლიტიკოსები. პრეზიდენტის ღია კრიტიკის შემდეგ შემოსავლების სამსახური გეგმავს, რომ სამართლიან სტრუქტურად გადაიქცეს. რომელიც ერთის გასწავლდა ძალიან ბევრი რეფორმის მიუხედავად, ბევრი შეცდომა დაიშვება ხოლმე რეფორმების კეთების დროს. ალბათ უფრო მეტი რამ უნდა დაგვეკეთოს. უმრავლესობა აქტიურ კონსულტაციებს განაგრძობს ყველა დაინტერესებულ მხარესთან. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ყველა საკითხი იქნება გათვალისწინებული, რომელიც დააყენებს ოპოზიცია.
ეს არის ბიუჯეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარების გაგრძელება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ის თავი ამოცანები, რომელიც პოლიციაში საკმაო პროგრესი შეინიშნება მოპყრობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დროებით მოხერხების იზოლატორებში ბრძოლას თავისუფალ დემოკრატებში დავინახე ის პოტენციალი, რომელიც ამ ცვლილებებისკენ არის მიზანმიმართულად მიმართული და ამ გუნდთან ერთად მე ჩავთვალე, რომ შეიძლება ბრძოლა იმისათვის, რომ საქართველოს კონდეს უკეთესი და ღირსეული მომავალი. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოუდიშვილისგან. თუ მიიღებთ სხვა აბებს